გამარჯობათ. როგორ ხართ? როგორ ატარებთ ზაფხულის დღეებს? დღევანდელი პოდკასტი არის ქართული საზაფხულო საჭმელების შესახებ. დღეს ვისაუბრებთ სამ საზაფხულო საჭმელზე, რომლებსაც ხშირად აკეთებენ საქართველოში წელიწადის ამ დროს. ზაფხულში საქართველოში არის ბევრი ახალი სეზონური ხილი და ბოსტნეული. კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, მწვანე ლობიო, ნესვი, საზამთრო. ზაფხულში ძალიან ცხელა და ამიტომ ბევრ ოჯახში ამ სეზონზე აკეთებენ ბოსტნეულის მსუბუქ საჭმელებს სეზონური ინგრედიენტებით. ერთ-ერთი საზაფხულო საჭმელი არის აჯაფსანდალი, რომელიც ასევე არის ჩემი საყვარელი ქართული საჭმელი. აჯაფსანდალს აკეთებენ სეზონური ახალი ბადრიჯნით, ხახვით, პომიდრის соусით, კარტოფილით და ბულგარული წიწაკით. ბადრიჯანს ხახვთან და ბულგარულ წიწაკასთან ერთად წვამენ ტაფაზე. შემდეგ უმატებენ პომიდრის соусს და მოხარშულ კარტოფილს. ბოლოს უმატებენ ნიორს, ახალ რეჰანს, ოხრახუშს, ქინძს, მარილს და პილპილს. ახალი მწვანილები აჯაფსანდალს ძალიან უხდება. ამ კერძს ხშირად აკეთებენ ზაფხულში, იმიტომ რომ ზაფხულში იყიდება ახალი ქართული ბადრიჯანი, რომელიც ამ კერძს ძალიან უხდება. აჯაფსანდალი ერთ-ერთი ტრადიციული ქართული საჭმელია და მას ხშირად ჭამენ როგორც მთავარ კერძს პურტთან ერთად. პირადად მე აჯაფსანდალს ვჭამ ყველთან და პურტთან ერთად. აჯაფსანდალი საოჯახო საჭმელია, რომელსაც ძირითადად სახლში აკეთებენ, თუმცა რესტორანშიც შეგიძლიათ დააგემოვნოთ. შემდეგი საზაფხულო კერძი, რომელიც ასევე მე ძალიან მიყვარს, არის მწვანე ლობიო. მწვანე ლობიო ინგლისურად ნიშნავს green beans. ამ კერძის მთავარი ინგრედიენტი არის მწვანე ლობიო, რომელიც ზაფხულის ერთ-ერთი სეზონური ბოსტნეულია. ქართული მწვანე ლობიო განსხვავდება ევროპულისგან როგორც ფორმით, ისე გემოთი. ევროპული ლობიო არის მოგრძო ფორმის. ქართულ ლობიოს კი უფრო ბრტყელი ფორმა აქვს. ქართული მწვანე ლობიოს ინგლისური სახელწოდება არის რომანო ბინს. მწვანე ლობიოს ამზადებენ კარტოფილთან, ხახვთან, ნიორთან, პომიდრის соусთან და ახალ მწვანილებთან ერთად. ძირითადად იყენებენ ქინძს, ოხრახუშს და რეჰანს. მწვანე ლობიოს ასევე ხშირად ამზადებენ ნიგვზით ან კვერცხთან ერთად. მწვანე ლობიო საოჯახო საჭმელია, თუმცა ზოგ რესტორანშიც შეგიძლიათ მისი გასინჯვა. კიდევ ერთი პოპულარული საზაფხულო საჭმელი არის შემწვარი ახალი კარტოფილი. ახალი კარტოფილი ნიშნავს new potatoes. ეს უბრალო და ადვილი მოსამზადებელი კერძია. შემწვარ ახალ კარტოფილს ძალიან უხდება კამა და ტყემლის соуსი, რომელიც არის ტრადიციული ქართული ტყემლის соуსი. პოდკასტის ბოლოს ვისწავლოთ 10 სიტყვა ქართულად. ზაფხული. მაგალითი: ზაფხული არის ჩემი საყვარელი წელიწადის დრო. საზაფხულო. მაგალითი: მას აქვს ბევრი საზაფხულო ტანსაცმელი.
სეზონური. მაგალითი, მას უნდა სეზონური სამუშაო. საჭმელი. მაგალითი, სუში არის ტრადიციული იაპონური საჭმელი. ისინი აკეთებენ. მაგალითი, ისინი წვენს აკეთებენ ყურძნისგან. ისინი წვავენ. მაგალითი, ისინი წვავენ ქათამს. ისინი ამატებენ. ისინი ქვაბში ამატებენ წყალს. ისინი მიირთმევენ. ისინი მიირთმევენ ხილს. ისინი იყენებენ. მაგალითი, ისინი ამ ჭიქას იყენებენ წყლის დასალევად. ის უხდება. მაგალითი, ეს ღვინო უხდება თევზის კერძს. დღევანდელი პოდკასტი იყო ქართული საზაფხულო კერძების შესახებ. იმედია მოგეწონათ დღევანდელი თემა. პოდკასტის ტექსტის სანახავად გთხოვთ გადმოიწეროთ ფაილი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოს აღწერაში. დიდი მადლობა მოსმენისთვის და გთხოვთ გამოიწეროთ არხი, თუ გაინტერესებთ ქართული ენის შესწავლა და გსურთ მეტი ვიდეო ნახოთ. გთხოვთ ასევე ეწვიოთ ჩემს საიტს და ბლოგს, სადაც მე ვასწავლი ქართულ ენას. მადლობა და შემდეგ პოდკასტამდე. ნახვამდის.